საღამოშვიდობისა პატიცონტარა მაყურებლებო. ეთერშია გადაცემა საუბარი მოძღვართან. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი ბრძანდება ქუთათელ განათელი მეტროპოლიტენი. დაგვრიცოთ თქვენო მეგობრებო. თქვენო მეგობრებო, პირველი გადაცემა, როცა ჩვენი უწვიდეს და უნეტარესი არ არის ცოცხალი და ჩვენ მოგვიწევს ალბათ მასზე საუბარი მთელი გადაცემა, ხო, დავუთმოთ მას. თქვენო მეგობრებო, ნამდვილად მე მაგალითად კი წარმომედგინა პატრიარქის გარდაცვალება რა იქნებოდა, რომ ერისთვის ეს დიდი განსაცდელი ტრაგედია იქნებოდა ყველა გლოვოს, მაგრამ თუ ასეთი მასშტაბით ნამდვილად ვერ წარმომედგინა, მაპატიოს ჩვენმა უწვიდესმა უნეტარესმა თითქმის მთელი უწყვეტად მიდიოდა ხალხი მის იმას. აი, თქვენ რო ისაუბროთ და გავიხსენოთ მასთან ურთიერთობები, თქვენ ვიცი რომ ძალიან ახლოს იყავით მასთან მეუბნე. დირი, პატრიარქოს ახლოს იყო. ასე ვთქვათ. და მაგრამ ყველა ვერ იყო ახლოს პატრიარქს. შეიძლება ითქვას, რომ დიდე ერთ-ერთი სასწაული, რომ ჩვენი პატრიარქმა გარდაცვალებაც ერის გამძლიანების მოხდა. აღნიშნეთ თქვენ, რომ უწყვეტი ნაკადი ხალხის მოდიოდა ყველა მხრიდან დღეების მანძილზე. და თავარია რომ არის და ამის გამო დრტვინვა, განკითხვა, რომ დიდხანს უხდებოდა ის გომა, ყველას აერთიანებდა პატრიარქის სიყვარული და სული კიდე ერთხელ დაინახათ იგი მისი სახე და თუ აქამდე ვერ მიაგეს პატივი, ახლა მიაგოთ მისის პატივი. ეს ერის გამოსაც იყო ეს გლობის დღეები ყველა თავშევით გამოხატა პროცესში ერთნი ყველა რაღაცა თვითონ თავის გამოხატვა ჰქონდა ამის მართლა პატრის გარეშე წარმოგვიდგენია ჩვენ საქართველოს ეკლესია. მისი მომობრივი ზრუნვა შეიძლება უშიძოთ ყოფილიყო, ყოფილიყო, შეიძლება გარკვეულ საქმეებით, მოწყალებით, ნუგეშით, რაოდნაირად გამოიხატებოდა ეს. აუსანში ყველა გრძნობდა მის დამოკიდებულებას. კონკრეტ ადამიანის მიმართ მის აღშარებლად მით ცხოვრებას და ქვეყნის და საერო ურთიერთობის საკითხებშიც ეს ხელისუფლება იქნება სხვადასხვა ხელისუფლებები იყო მისი პატრიარქობის ნახევარ საუკუნოვან პერიოდში რამდენი ხელისუფლება გამოიცვალა, იყო ბოლშევიკები, მერე ცოტა ხნით იყო პრეზიდენტი ზვიადი, მერე მარეულობა იყო ხედრიონი და ესეთი თვითნებობის მერე ახალი პრეზიდენტი ისევ ვინც აირჩეს მერე ის უარყვეს საოცარი თვისება ჩვენი 95% თუ მეტმა აირჩია ზვიადი და მერე გაწირეს მოსაკლავად. ითხოვეს შევარდნაძე და გამოაგდეს პარლამენტის შენობიდან. დადგა
ატონი მიხეილ სააკაშვილი და ეხლა დუმილის დრო აქვს და დაფიქრების 4 კედელში. ну, საერთოდ ჩვენში არის ენერგია პირველობის და ახლა პირველის ვერატანისაც კრიტიკა განკითხვა ყოველ შახლავს პატრიოტიზმის არაერთი იყო გამოთქმული სუბიექტური კრიტიკული უმეცებით ნათქვამი კრიტიკული სიტყვა ოგი შეურაცხყოფილი დამამცირებელი რა უდიდესი არ პასუხობდა უბრალოდ პასუხობდა შენდობით სიმშვიდით წყალობით და იმედით რომ სწორად დაინახა მოვლენებს და პიროვნებებს და ეს დაპირისპირება არ იქნებოდა. ეს აქვე ის არის რომ პატრიარქი არ იზღუდებოდა რაიმე თემით თემატიკით მისი გულისმიერი თვალი ყველაფერს აქცევდა ყურადღებას და ყველა მიმართულებით იყო ხოლმე პასუხი მისი ხედვა უსწრებდა მოვლენებს და ეს მოვლენები უკვე ვლინდებოდა პატრიარქი უკვე მომზადებული ქონდა მასზე პასუხი და როგორ ემუქმედა ხალხს რა უნდა ეკეთებინა ხო ასე რომ ეს მამობრივი ზრუნვა პატრიარქისა ზრუნვა უმრავლესობა ყველას უნდა და ყველას მხარეზე ყოფილიყო პატრიარქი ყველას ცდილობდა ამას ხო ნუ თქვა ორთაში თავისი აზრი უკეთის უშოშორი იყო ზოგიერთ თავით ეს თავდაბლობა მორჩილება უპირატესის მიმართ ან ხებოდა ან მონებად ან ასე იგი შიშით ხანდაშ პატრიარქი არავის არ აშინებდა და არავის დამონებას არ ცდილობდა მას უყვარდა თავისუფალი ადამიანი მაგრამ თავისუფალ ადამიანთან თავისუფალ დიალოგში პატრიარქი უფრო ღრმად ხედავდა პროცესის მოვლენებს და მის პასუხს ზოგი ერიტებდა ზოგს არ ესმოდა პატრიარქი არ აკრიტიკებდა ის თავისუფალ ალტერნატივას ერთ-ერთმა პრეზიდენტმა სამუდამოდ უთხრა თუსო რატო გვაკრიტიკებთო თქვენ უთხრა პატრიარქს არა მე არ გაკრიტიკებ მე თავისუფლად უკეთეს მაგრამ თქვენ არ ღებულობთ ამას ხო ნუ შესაბამისად მე ეს პრეზიდენტი კონკრეტულ პიროვნებამ მიიღო ის რაც მას არ უნდოდა მაგრამ სხვა გზა არ იყო მაგრამ პატრიარქი ვაფრთხილებდა რომ არ არის სწორი ეს ქმედება გასათვალისწინებელი რაღაც სხვა ადამიანები ახსოვს ეს ვიდრე გავრცელდებოდა ის კადრები ციხის გახსოვს ის ისასტიკე პატრიარქის მიერ დამოკიდებულების სანამ ეს გამოჩნდებოდა უწესო იცოდა უკვე
იცოდა მოძღვრებისგან რომ ქონდათ უფლება შესულიყო და ესაუბრებოდნენ პატიმრებს და აღსარებას ამბობდა ზოგი ეზიარებოდა და უთხოვს კიდევაც მაშინ პრეზიდენტისთვის იმ დროს რომ ესე ჩვენი სის და ხორცია ჩვენი ძმები არიან საკმარისია რომ ისინი აი ამ მოთხედოში ყოფებიან ნუ დაამძიმებთ კიდევ უფრო მეტ მდგომარეობას რომ მობიერად მოიქეცით დი რა საკვირელია ჩვენ მობიერად ვიქცევით პასუხი ეს პასუხი ყველა ნახეთ იმ კადრებში როგორი იყო ნუ ახლა მე ცოტა ნეგატივზე გადავედი შენდობასით ხო უამრავი არის რაც პოზიტიური რამე ეს ხშირად უკვე თქულა კიდევაც ადრე ეხლა მაგრამ მაინც მართებს ამის სოვნა რომ ბოლშევიკების რეჟიმის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი 1700 ტადიდან მოქმედი იყო დარჩენი 50-მდე 50 წელი იყო ეს კატასტროფა მოძალადე ათეიზმის მიერ თავს მოხეული ქვეყანას და ერზე და აი ამ კატასტროფის კულმინაციურ მომენტში რომელთაც ერთ-ერთი საზოგადო მოღვაწე თქვა რომ საქართველოს მოდევი ეკლესია სულ ღაფავს და საცად ასრულებს ისტორიულ არსებობას აი ამ დროს პატრიარქმა ჩაიბარა როგორც იმ საერო პირმა თქვა სუდარა გადაფარებული ეკლესია და ფაქტობრივად დეთაღდგომა მოხდა ამ სიტუაციის ენერგია უხოთ იფრხეოდა მაგრამ თანმიმდევრულად დოზირებულად ვიდა სიტუაციის დამიხედვით რამდენად მიმღები იყო საზოგადოება რამდენად შეეძლო აი დიალოგზე დასრულიყო ხელისუფლება და აი ასე თანდათან ესმა მოიზიდა ხალხი ადამიანები ძალკე პიროვნებები პირველი რაც უფლება კი მოძღვის ვალდებულებაა მაგრამ ეს ვალდებულება წაართვეს ბოლშევიკებმა რომ ძველსეგზალებულა ქადაგება ნუ ტადის გარო დაკრძალული იყო დადარშიც შეზღუდული იყო იმიტომ თემატიკა უნდა ყოფილიყო აი იმ დღის სახელგანმარტებას კი უნდა ყოფილიყო მოკლედ ინფორმაცია იმ დღის დღესასწაულიდან წმინდანისენება ამ საქმეში მოღვაწეობდა ესე იყო და აღესრულა და დამთავრდა მეტი რაიმე სულიერი დარიგება მაგათი ჩვენება არ შეიძლებოდა როდეს მიაღწია იმას რომ კვირაში ერთი დღე სამშაბათი იყო ეს დღე სიონის ტაძარში სამი ქადაგება პირველს იყო მღვდელი მეორეს მთავარი მესამეს პატრიარქი და ხალხი მოვიდა აი ეს პირველი ესეთი ნაბიჯი რაც ნახეთ და მე დავინტერესდი მაშინ შევედი რომ მოსასმენა და შევეცე პატრიარქის სიტყვას რომ ყველაზე დიდი უდიდესი განძი ქვეყანაზე არის ადამიანი ბოლშევიკური იდეოლოგიით ადამიანი იყო ჭანჭიკი კომუნისტის შენებლობის დაახოთ ეს და უძესად თქვა არა ეს თავი უდიდესი განძია თავი განძი ქვეყანაზე არის ადამიანი ხო მას უნდა გაუფრთხილდე მას იდევ გარკვეულად
მიმართულის მიცემა, უფალთან დაახლოება, თავსაწინის გაფართოება მისი და მისი სათნოების მასში გაღვივება და ქრისტეს მიერ ცნებებით ცხოვრება. ამ არჩევანს დავაზრდა პატრიარქი. შეიძლება დაგეკითხოთ. აი პატრიარქი დედაც სიყვარული, ესე საუბრობდა სიყვარულით, სათნოებით და ახლა თქვენ ახლოს იყავით მასთან და საქმის კეთების დროს სიმკაცრე თუ ქონდა, აი თუ იყო იგი რომ აი ეს ასია და ეს ასე უნდა გაკეთდეს. ხო. მოგვითხრათ ესეთი კაცრი ესეთი სიტყვა მე არ მახსენდება სიმართლეს პატრიარქის. თუ მიტყვი კაცი მაშინ ეს იყო ისეთი ზომიერი პასუხი ძონ იმ ადამიანის საქციელზე თუ სიტყვებზე მახსოვს ერთ-ერთმა პიროვნებამ გამოაქვეყნა თავისი წარმოდგენები წმინდა თამარ მეფეზე. ვიტყვით რომ გარკვეული ნაწილი სადღაც იყო აღშფოთებული და უკეთესად სთხოვა იმას მოსლა. მოვიდა ლოგისა აი სიმკაცე რა იყო თან ახლა რა კაცია უთხრა დედა შენზე ამას დაწერდი აი ეს ხატო ლიტერატურა ის ქართული ერის წმინდა დიდი მეფეა და შენ ესე ვთქვი ეს სიკაცე პატრიარქი ისევა. რომ გაეღვიდე მაშინ რომ დედა შენს თვალ დატერ თამარ მეფეზე როგორ წერ ამას შენ და რა საფუძვი გაქვს შენი ფანტაზია მაშინ უკაცრავად შენი ფანტაზია ქუნებას ითხოვს. მაგრამ მე კი არ უთხრა პატრიარქმა ხოთი შედარება მისცა დედაზე არა დედაზე არ დაწერდა და მაშინ განიმუში ლუდოვიკო მე-14 კარზე რომ ვიღაცა იყვნენ ასე კი სასიყვარულო პაემნები და ხდებოდა ესე იგი გადმოგა ქაქეს ის მადამ დე პამბადურ იყო და რამდენი მაგისტრი ყავდა ლუდოვიკოს კიდე მე-14-ს და სხვებსაც შენ როლს გადმოიტანე აქ საქართველოს სამეფო კარზე რომ შესახებ შენ არანაირი ინფორმაცია გაგაჩნია ეპოქორთა რუსთავა მიუძლა მას ის ერხისტაოსანი საოცარი იგი ესეთი საფრთხესო სიმბოლით გაჯერებული სოფლიო მასშტაბის ხედვით გაჯერებული ეს თხზულება და იქ ერთი რაიმე ისეთი თუ არის მინიშნება კი იქ პატმანძის რაღაც მაგრამ ის არ ეხება თინათინს არ ეხება ნესტანარიჯანს აი ანუ გააჩნია ხა ეს ფიგურა მის სოციალურ მდგომარეობა და მის სახე და ამით გაჩვენს რომ მაღალ იერარქიაში მყოფი ადამიანი უნდა იყოს ღვთისმსათნო პიროვნება და სამართლიანი მოწყალების თეათინას მოსთხოვა ავთანდილს რომ იპოვე ეს კაცი გამაგებინე ვინ იყო რა უჭირდა გაჭირება ქონდა ადამიანს აი წარმოიდგინეთ მე მკვიდრებს ქონე ადამიანი უხამსრობას წერს დავის მეფეზე
პატრიარქი ხო დაესუთხა და იმას ეგონე ხა შეაჩვენებს ან კიდევ დაადებს არა უცოტა დედა შენზე დაწერდი ამას მეთქანებება ბევრი რამე იწერება და ესეც რაღაცები იწერება საოცრებები არ ვიცი რა იმას რო წაიკითხავ ხან ვიდირე ხან ისე უყურე ამ მოძრაობებს ამ ბავშვები რო ტირია როგორი ალალი ტირილი აქვს და მერთი მინდა შეგახსენოთ მეუფე თქვენ ადრე საუბარში მოკევით პატრიარქზე ასეთი რაღაცა წირვა იყო დღესასწაული იყო და ორი მოძღვარი ბოლოშიო ერარქიით როცა დადგენო ერთმანეთში კამათობდნენ რომელიც წინ უნდა დამდგარიყო და თქვენ გავუშვით პატრიარქთან და თუ შეიძლება რომ ეს მოყვეთ კიდევ ერთხელ მე მომართეს დიახ მე როგორც პროდუქტის მევალებოდა მოწესრიგება ღვთისმსახურების დროს სასულპირების და ვინ როდის რა უნდა თქვას ან გავიდეს გამოვიდა ასე შემდეგ და ეს არის მომენტი როდესაც საკუთრებაში იერარქიული ხარისხის მიხედვით გებიან თანმიმდევრობით მოძღვრებით მინატაპის ორი მხრივ და შუაში უნდა დადგეს უწყვეტესი და მე გამოსვლა ხდება სტანდარტში ეს იყო ერთი რომელიც ბერი მონასტერი ჩამოსული ბერი ზელ მონაზონი იქ იყო ადგილობრივი მღვდელი და მათ შორის არ მოშევ კამათი ვინ იქნება პირველი ვინ წინა დადგეს ну ეს ხმაური და შესამჩნევი იყო რომ მე დაუდახე და რას კამათობს მეთქი რა შეესაქმე და აი ვინ დადგეს მე მეკითხებენ და მოდი უწდეს კითხოთ მეთქი მე დიძა მოხსოვდა საი ესენი დაობენ წინ ვინ დადგეს და უკან ვინ და ეს შეხედა ვინ თავმდებელია ბოლოში დადგესო და გარბოდენ ბოლოში ვინ დადგებოდა მათი წინადგენ ბოლო ყოფნა თორმეტი დადგეს მე ბოლოზე გამათობდნენ ხო და კი მე არ მედადგა რა ისე აი მაინც კამათი ხო რატო რომ შეხების თალში უკეთესი გამოჩნდა თუ დამსახურებული თუ ღირსეული და დაუთმეკაც ჩეხო ყველა ღვთის წინაშე ვდგება და ღვთისას ვინსადაც გას ეგ უფალმა ესის მე ხო არ ვიცი და მოდი შენ თავს ნუ დააყენე წინ აი სახარებაში მე გაიხსება იგავი რომ უფალი ეუბნება როდესაც შენ ხარ მიწვევ წეულებაზეო წინ ადგილზე უნდა ზებიო იმიტომ შეიძლება შენზე უფრო დამსახურებული მოვიდეს და შენ ხო ადექი და ტადი ბოლოში დაჯექიო და ეს არ დასდებო არ ჯობია რომ შენ დაგდე ბოლოში და გითხარ დაგიდა არა შენ მეცი სახურებ მოდი წინ დაჯე უნდა ხო ეს თიზავი ეხლა და პრიმიტივთა გამოვცემ მას მაგრამ ნაცო უფალი გეუბნება და უფლის არ გჯერა ესე გულში უფალს არ ატარებ ეს ნიშნავს გულში ატარებს პიროვნების სურვილს აი ეს ჩვენი დაცემული ბუნების ერთ-ერთი თვისება აპარტამენტის მოყარება დიდების მოყარება ანგარება ეს ის შფოს დაპირისპირებას ჩხუბს გამას და მე ითესება სიძულვილი გაუტანლობა თქვენებება აი პატრიარქის სიკეთებზე თუ გაიხსენებდით რამეს მე ისიც მახსოვს თქვენ რომ დაგეხმარათ ერთხელ ხო და ისე ხშირად რომ გაქვს ნათქვამი რომ უკვე ტრიალურ ხდება ამის გამეორება მაგრამ მარტო ჩემ მიერ კი არა აი 90-იან დასაწყისს გაჭირდა და პურის იგებში იდგენთ და ღამე რო იდგენ და არ ყოფნიდა უტრესა შეთახეს მიაღწია ერთ-ერთ პურის ხარხანას და მოქონდათ ეს პურები საპატეახოში და სიონის ტაძარში და უდესი დამსახურებს და სიხაროს ეს ვინც იყვნენ ეს აიღეთ ეს თქვენ და ის დანარჩენი გაუტანეთ ხალხს გაუტანეთ ხო ну მე შეპარად გავატარო წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის ასევე ურიგებდა მე პატრიოტთან დაკავშირებით
გაბრიელების კონსერვატორიის ზამთარი იყო და თბილი ასეთი საცლები ქვედა სამოსი შეაგზავნა წილაში რომ თბილად უყო პატიმრები უწმიდესი არანაკლებად სულნა მათთვის მარხვის დღეს 4 პარასკევს საგანგებოდ იხარშებოდა ლობიო ისეთი ნოყიერი და პატირი საზდო მიწოდებოდა რომ თვითონ პატიმრები აი გვენატრე ველოდებით 4 პარასკევს ის მოვაო მაგრამ უტესა მიაღწია უფრო მეც ისაც დაუშვებელი იყო ამ ბოჩკურ რეჟიმის დროს პატრიარქმა ეს გატეხა ეს ყინული პატიმრ დამოკიდებულების და უთხრა მაშინ თავრობის ხალხო ისინი ჩვენი ცისლა ხორცია ჩვენი ძმები არიანო ჩვენი შვილებიო და მიაღწია იმას რომ სამძლეოს მიეცა უფლება აი ამ იზრაელის ყოფში ადამიანისთვის შესვლის ზოგ აღსარება ჰქონდა ზოგ თხოვნა ჰქონდა ზოგი ეზიარებოდა მათ იგზეს თავი სულფასოვან წევრებად ქვეყნისა და ეკლესიისა პატრიარქმა არ იკმარეს რომ ქართველები და ნიჭიერები ვართ და მით საშუალო თავის ნიჭიქად გამოავლინონ გავზანა ზოგმა ხეზე კვეთა ასწავლა ზოგმა ხატერა ასწავლა ზოგი გალობას ასწავლიდა ბოლოს პატიმრებმა სამლოცველოები შექმნა და ტაძრების აღშენება საპატიმროში შეძლეს შეძლეს რატო მთავრობამ დაუშვა ისე პატრიარქის ინიციატივით და დღესახოლ თვითონ იმ ზონებში ხდებოდა ციხეებში ხდებოდა მოსახურება ანუ არ იკმარა ესა რომ ძლების შესვლა დაშვებინა მეტი გაკეთდა არჩენდა იქ ტაძრები ბავშვს აკჭალის ზონაში მოხდა თვარცდები იქ არჩენეს ტაძარი და ტაძარი არჩენდა იკურთხა მეორე დღეს გალავნის კედელი ჩამოიშალა აი როგორც იერიქონის კედელი ჩამოიშალა და პატიმრებმა თავისუფლებას გაუმარჯვეს და გავარდნენ გარეთ იჭერდნენ სათითაოდ უკან აბრუნებდნენ მაგრამ აი ესეთი სასწაულით მოხდა ანუ ესა გაიგო არის საგანგებოდ ესეთი ზონას არასრულწლოვნებისთვის იქაც მივიდა მიაკითხა მათ ერის მამა იყო სრულმელი მამა იყო ყველა პატრიარქა საზოგადოებრივ იმიგრაციაში ასულ ქართველების ზრუნავდა მათი შვილებისთვის განსაკუთრებით რომ ვინც წავიდეს დასავლ ასაკში მას ახშობს სამშობლო ენა კულტურა ისტორია მაგრამ იქ პატარები იბადებიან ან იზრდებიან მან არც ენა იციან არც ისტორია არც კულტურა და არც ღირსება თავის ქვეყნის და მისი კურთხევით შეიქმნა სამრევლოები დასავლეთში გერმანიაში, ავსტრიაში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში, ესპანეთში, ამერიკაში, ბრიტანეთში ყველგან გაიგზავნა იქ მოდრები და ამ სამრევლოებში სამრევლო სკოლები გაიხსნა იმ ბავშვებს ასწავლიდნენ ქართულს უყურებდნენ საქართველოზე მერე სამრევლო სკოლებისთვის პატარა სახელმწიფო შეიქმნა რომ ანბანი ესწავლათ და ენაერგად ეგეთ საოცარი მიგნება რომ შაბათ კვირას იკრიბებოდნენ მშობლები და ბავშვი მოყავდა შვილებს ესმოდა მათი მშობლები ერთმანეთთან რაღაცა სხვა ენაზე ლაპარაკობდნენ არა ინგლისურად თუ ესპანურად სხვა ენა და რა ენა იყო ეს მშობლიო თქვენი ენა ეს არის თქვენი და სისახურად ქართულ ენაზე ესმოდათ და მერე უკვე დაიწყო მათი სწავლება მიზანმიმართულად ქართული ანბანი და ქართული მეტყველება და
გარკვეულ ისტორიულ წარმოდგენებს საქართველოს ისტორიაზე. ხალია უტენსი ამას თავრობასთან ათანხმებდა, მაგრამ თავრობას ითანხმებდა მას. კიდე რა შეგიძლიათ მოიგონოთ უწმინდეს? ნუ ის უამრავი რამ შეიძლება თქვათ, უამრავი რამ. ეს თქვენებებ რა გვაინტერესებს ახლა რო გკითხოთ აი მოსაყდრე დარჩება თუ ასეთ შეკითხვები და რო დაგისვათ არის ორი ტიტული ერთმანეთში არ უნდა ავრიოთ უწმესმა ახლა ოფიციალური წერილი იყო მისი ბრძანება რომ პატრიარქის მოსაყდრე დიახ უწესის სიცოცხლეში მას უკვე ფიზიკურად მოძრაობა უჭირდა გადაადგილება იდეოდა ერთი პიროვნება ვის მიერაც ის თავის სიტყვას მიატყიდა მთავრობას თუ შეხდება უცხო დელეგაციებს თუ სხვა კიდე რაიმე ორგანიზებაში უნდა მიიღო მონაწილეობა და რომ ამ ბრძანებაში ასე რომ პატრიარქის მოსაყდრე ანუ თითქოს ერთ საღდარზე არის უბრალოდ პატრიარქი ადგილზეა და მის კურთხევებს და სიტყვას სრულებს ახორციელებს დელთავარი მოსაყდრე მისი ეს იყო მეფეებსაც ყავდათ ხოლმე რომ მეფე იყო მაგრამ გვერდში ყავდა თავისი ვაჟი მომავალი მეფე ზრდიდა მას იმ გარემოში რომ ესწავლა და მართვა ქვეყნისა ბუნებრივად და ასე მაგრამ როდესაც პატრიარქი გარდაცვლილია მაშინ მისი ტახტი დაქრივებულია აი მაშინ ინიშნება ტახტის მოსაყდრე მეუფეშია ხა ამ მოვალეობას ასრულებს მეუფეშია ამ მისიას ასრულებს ახლა ტახტის მოსაყდრეა აი უბრალოდ 40 წლის განმავლობაში და 40 წლის შემდეგ იქნება ნუ ეს თვითონ შედის კომისიის შესაბამისი კომისია და განსაზღვრავს და ხდება მომზადება არჩევნებისთვის იქნება არჩეული პატრიარქად ეს პროცედურები არის საეკლესიო წესგანგებაში გათვალისწინებული როგორც დოკუმენტი ჩვენი შიდა კონსტიტუციის და მართვა-გამგეობის. ძალიან ძნელია პირველად რო ჩავატარეთ ახლა წირვა პატრიარქი არ იყო და ძალიან ცდილობდი არ წამომსდენო და უწმინდეს და უნეტარეს, მაგრამ მაინც რამოდენჯერმე წამომსდა ახლა, იმიტომ რომ ამდენი ხანია 20 წელი ამას ვიცახით და უცებ დავიწყებ ეს არ ხდება. ხო, აი მსახურებაშიც გაგვიჭირდა, ყველგან გაგვიჭირდა მაგის გარეშე, უწმინდესის გარეშე. დიდი მედიცინარად მის გარეშე. ის ჩვენ შორის არის. დიახ. ჩვენს მეხსიერებაში, ჩვენს ცხოვრებაში, გავლითხოვრებაში და დღესაც ჩვენ იმ საზომით, იმ მაგალითით ხელმძღვანელობთ, რაც უწმინდესად ჩვენ დაგვანახა. ჩვენი ფარველი იქნება ზემოდან. კი. იქნება. ხო და თქვენ რა სიხარულით შევიდოდა სეციაში პატრიარქი თელი ცხოვრება მას მიუძღვნა და უფალთან რო შეგვეძლოს დანახვა უფალთან რო წარსდგებოდა რა სიხარულით წარსდგებოდა ღვთის წინაშე ხო ნუ სიხარული ხალხი სიხარული მიიღებენ თორე ეს გონია რომ სიხარული შეიძლება მაგრამ იქსა რა დახტება ესეთი დიდი მოღვაწე იყო ათონის თაზე ამა იოზეფი სიხარული ну ბერძენ ბაბუზე და ბაბუ და მან გამოცხადებით მიიღო უთხრება რომ
ამადამ დროს ის გარდაიცვლებოდა. მან მოუხდა თავის მოწაფეებს და უთხრა ამ დროს მე გარდავიცლები და დარიგება რა როგორ ვინ სად მაგდრდა მოღვაწეობას. რადგან ის დრო და ელოდება სულის გასვლას და არ ხდება შეწუხდა და შვილებმა კითხეს სულიერმა შვილებმა რომ აბო რა თუ ხდებიო და ხوار შემიშალო ეს ხიბლი ხوار იყო ამაზე თუხდა რომ და შვილა უთხრეს ნუ თუ ხდები შენ ვირცეთო შენ გახვიდეო და როდესაც მან მათილოთის დროს იგზა უკვე სულის გასვლა ცემლით ამოვიდა და კითხეს რომ რატო დიდი ხარ პაპო შეხო გინდოდა კი მაგრამ იქ რა დამხდება მე არ ვიცი როგორო ამდენ წლები ლოცვა მარხვა ხვითარება ამდენ რამე გააკეთე შენ და კი მაგრამ იქიდან რა იყო ღვთისათვის სათნო მე არ ვიციო აი მოლდინში ვარ თვის განგების და მსჯავრისი და ну დაახლოებით მე ხა გადავცემ შინაარს იმ სიტყვების და ასე გავიდა ამ ქვეყნიდან ჩვენ კი ვაკეთებთ საქმეს გონია რომ ღვთისნებებს ვაკეთებთ მოწყალება სიმართლე მოთმინება მიტევება კი მაგრამ აქედან რამდენად ჩვენ მართლა გულწრფელად და სულიერად ეს შევასრულეთ ან გულში ვატარეთ ამას ესეთი არის მე-6 საუკუნის მოღვაწე აბა დოროთე მისი სალამოდღებანი არის და თუმცა ის განიხილავს ადამიანს სხვადასხვა სულიერ მდგომარეობას ეს საქმეს გააკეთებს და მე სადაც უკვე ტრაბახობს აიდან გააკეთა ეს საქმე როგორც ის თქვა უნდა დაკარგო ეს საქმის ნაყოფი რატო რომ უკვე თავის მოყარებაში პატივ მოყარებაში ავარდა თავის ქებაში ავარდა დამთავრდა ну კეთილი საქმე საქმეა თუ მართლა კეთილია ღვთის წინაშე ის შენში არ უნდა იწევდეს უპირატესობას გზნობას რომ შენ როგორი კარგი ხარ შენ სხვა ჯობი ხარ ეს კმასტური საქმეა მაგრამ ეს განზომილება ჩვენი სულიერ მდგომარეობისა ჩვენ არ ვიცით თუ არ ვიმჟელებთ ღვთის სიტყვის წინაშე თუ არ შეფასება აი მარტივი მაგალითი მოყავს ხო სახარებაში სიტყვები ყველამ კარგად ვიცით რომ მზეოფლისო ყველას უნათებსო მართალსა და თრუშაცო და წინა მისი აწევსო მართალს თრუშაცო ანუ ღმერთი მიუკერძოებულია ის ყველას უნათებს მაგრამ ზოგი თვება ნათლით და ზოგი მათ უკმაყოფილო რომ მეტი უნდოდა მან გონია რომ მან დაიმსახურა ეს ნათელი ეს მარტო მისი საკუთრებაა და სხვას არ ეკუთვნის ასე შემდეგ ანუ ჩვენი დაცემული ბუნების გამო ჩვენი თვითონ ხელს უშლით ჩვენ შესვლა სასუფეველში მიდია ის ვინც დამლაბობით სად შევა სასუფეველში სვანეთ არა ხოდა უთნესი ყოველთვის ერიდებოდა და არ შემოვნებდა რომ მას აქებდნენ და დიდი მოთმინებით ისმენდა ხოლმე დიფირამბებს მაგრამ თვითონ დასახალისებლად თუ ვინმე ეთყოდა სანუგეშოთ რაცა სიტყვას იმიტომ რომ მან ეს დაიმსახურა ეს სიტყვა
რომ უფრო ვარსდგომაში ვარ ჩავარდნილიყო. აი როგორც ესეთი მობიერების წამალი ისე დოზირებდა რომ ცოტა ნუგეში ეცა მისთვის და უფრო კეთილ თვალი დაენახა სამყარო. მე მახსოვს თქვენი სიტყვებიც რომ როცა თქვენ ერთ-ერთ სასულიერო პირზე უთხარით ეს ცუდად იქცეოდა ნამდვილად ის და თქვენ ამბობთ სხვემაც უთხრენ რომ ხوار იმას გადშევაჩეროთ ხوار გავკვეთოთო და მე რომ უთქვამს რომ რა თავო კაცო მე ჩემზე ამბობს თქვენზე ხوارაო და ვილოცოთ ეგე მოbrunდესო ხო და ხო კი აი პატრიარქის დამოკიდებულება ხო ხო ჩვენ მაშინ რამდენიმე დღე თავარი ამ საკითხებს ვჯელობდა უთლეს უთხრეთ ერთ პიროვნებაზე რომ აი გითხარით და ჩვენ ის იმსახური განკვეთასო და ასეთ და პატრიარქი ისა მე მლანძღავს და მე ვიცენ და თქვენ რა თარითმენთო ну давайте თავის მართლება რომ აიცით ხალხი ესე ფიქრო მე ხალხი პაზია ჩვენ თავის მართლება არჩით ხო მე ვიცენ ანუ ისა თუ გძელება და რა საოცარი რომ ჩვენ ხო ზეპიათ ვიცი ზოგიერთ ადგილებს ახლა თლიანად არა თლიანად არს თავის არსებითად გულში რო ვატარებდით ჩვენ უკვე წმინდანები იქნებოდით და იქ არის პირდაპირ ხო ნეტარებები 9 ნეტარება 9 საფეხური სულიერ ცხოვრების და სულიერ აღმავლობის და პირდაპირ ესეთი ბოლო არის ნეტარებთან დევნე ყველა სხვა ორი სიტყვა ბოლო თქვენ დამორ სიცრუით ჩემთვისო სიცრუით ჩემთვისო ანუ ღვთის წინაშე სიცრუეს ამბობენ უკვე საჯელს ისახურებენ ეხლა ჩვენგან მათ კიდე დაჯერჭირდებათ ის უკვე ღვთისგან დაჟილები არიან ჩვენ ასე ვერ ფიქრობთ ვერ ფიქრობ და პატრიარქი მასე ფიქრობს ჩვენ გავასწორთ ანგარიში მასთან არა აი მართლა საოცარი იყო თქვენ მე ვფევა არაზროს მე არ მახსოვს პატრიარქს თავი ემართლების არაზროს განეკითხოს მე მინახავს როგორ ეს პატრიარქი თავი დაინდაბლა და იქ ერთი ორი რამდენიმე შენება ბრალზდება პატრიარქს აი ჩვენ მაშინ დაარღვიეს ეკლესია კანონი ნორმა ხო ну იყო სხვა ვითარება იყო ის გამოც უპირესად დაუშვა რაღაც მოქმედება ეხლა დავაკონკრეტებ და ამის გამო განიკითხავდნენ მას რომ ეს როგორ დაუშვა ეს არ შეიძლებოდა ბოლოს ზოგიერთმა ღიად უთხრა პატრიარქს ამაზე შენდობოდა თხოვ ხალხს იმიტომ რომ სასტური დაუგი ხალხს რა ესე კადნიერად შენდობის კვირას პატრიარქ ამბიონზე თქვა რომ იყო ეს კითხება არ დაიწყო ახსნა რომ მაშინ აი მიღებული ყავდა ზომიერად რათა ქმედება რომ თუ შესაძლებელი ერთიანად აღდგენა დასავლეთ ეკლესიებთან და პატრიარქს ხო და მე შენდოს თქო ყველას თუ ვინმე დავაბრკოლი ამით ჩემი ქმედებით რა ვითხოვდა შენდოთხა იმათ შენდობას თქოს პატრიარქს ისინი მართლები არიან მათ გაიმარჯვეს აი ეს არის აქ ჩანს დიდი ადამიანის სული რომელიც პატრიარქს გააჩნდა ნამდვილად და ნამდვილად უდიდესი იყო ჩვენი პატრიარქი და თქვენ მეფე აბა ჩვენ ერთი გადაცემა კი არა მთელ დღე რო ვისაუბროთ არ გვაყოფათ რომ იმისთვის რომ მის ღვაწლზე მის დადებითზე ვილაპარაკოთ და ალბათ ეს თანდათან უფრო გამოჩნდება თქვენ მეფე იმდენ რამე იდება პატრიარქზე საოცრებები იდება და მართლა სასწაულები იწერება და ალბათ მოვა დრო რომ ეს ყველაფერი კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდება თქვენ მეფე ჩვენი გადაცემას დასასრულს მივახლოვდა და დამშვიდობა ჩვენ ტელემაყურებლებს კიდევ ერთხელ მივსამძიმროთ და უგეში გქონდეთ რომ მისი ლოცვა
მედრება ღვთის შეერის და ქვეყნის ეკლესიისათვის გრძელდება. ის არ ჩერდება. მისი ცხოვრების მთელი საზრის არს იყო ღვთისმსახურება, ღვთისმსების სიტყვის შესაბამისად და ერისთვის, ერის განათლებისათვის სულიერი წინსვლისა და წარმატებისათვის ვედრება ღვთის წინაშე. ამიტომ განახა ცოცხალი ქრისტიანობა არის. ქრისტიანობის ცხოვრებაში, საზოგადოების ცხოვრებაში, ურთიერთობაში ყველასთან. ერის კაცი იქნება, სხვა აღშარებულს ადამიანი იქნება, თავის ეკლესიის წევრი იქნება, მე მახსოვს შეხედო არა ერთხელ წლების წინ შეიხები იყო ჩამოშორილი ირანიდან, სამთავრობო დონეზე ურთიერთობა ჰქონდა და საღამოს იყო მოსული და დაგლოცეოდა. ბატონო, მე თქვენ დაგლოცევთო, კითხა. დიახო, თქვენ დიდი პიროვნება ხართ, თქვენ გაქვთ უფლება დაგლოცევთო და პატარა ვახშამიც არ იყო, ეხლა სიტყვოება რაღაც მოიტანა და გვიკურთხეო თხოვს ბატონს და თქვენ არა თქვენთან და ჩვენ როგორ უნდა ვიყოთ თქვენ გვიკურთხეთო. ეს არ იყო უბრალოდ დიპლომატიური სლაი, იმიტომ არაფერი ესეთი სათხოვარია, მაგრამ ეს იყო იმათი სრული ლიდერების და მოკლედ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ეკლესიის სრული ლიდერთა, რომ მის უპირატესობას ახსოვს ჩვენ მე ვახტი მაშინ კონსტანტინოპოლში ვიყავი და იქ არის სობელის ხორას მონასტერი. ეს ეძახიან მას. საოცარი მოზაიკით არის მთელი მისი მორთული მთელი ტაძარი. და ესე მახსოვს გონი იქ მოხდა თუ იქიდან გამოეთხოვრას და სადაც ამაგდალას ტაძარი შევიდეს და იქ არავინ არ იყო ამ დროს. იყო ისეთი სამოსით მე ხარ გამჭირდა ზუსტად, მაგრამ ხო ინდუსი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რაღაცა ნიშნებით ეთყობდა გურუ დონეზე ყოფილიყო და ის მოდიოდა იგი რაღაცა ძალმოშელი რაღაცა შეხედვით გამოხედვით და ამ დროს უკვე შეუგზავნა ჩვენ მოგვეცოდეს და შეხედა თავი დახარა და განზე გაიწია, გაატარა ფოტოესკი. აი უთქმელი ესეთი ჟესტი, რომ შენ უპირატესი ხარ. ხო? ანუ არის დეტალები. არც უკეთ საფერი არ თქოს. ბუნებად გაიარა. ასეც უნდა ყოფილიყო. მე უკვე ეხლაც რო შეაჩერეს თავისი დღესასწაული და ბაირამობა და ხო პატრიარქის გარდაცვალების გამო დროშების დაუშვეს. აი რამხელა პატივცემა და სიყვარული გამოხატეს მე უკვე. დავემშვიდობათ ბატონო, მოგწევთ ჩვენ ტელემაყურებლებს, გემშვიდობებით ბატონო ტელემაყურებლებო, მომავალ შეხვედრამდე.